როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე. გუშინ სტორიში რო დავდე გამოკითხვა, აი ასე გადანაწილდა ხმები, ამიტომ დღეს მოგიყვებით ისტორიას. ცოტა ახლა მეცინება, იმიტომ გავიდა უკვე 31 წელი. 31 წლის მოხდა ეს ამბავი. მე ვიყავი 16 წლის, არა, რო გავიცანით, მე ვიყავი 12 წლის, რომ გავიცანით ჩემი მეუღლე. იყო ჩემი კლასელი, უბრალოდ პარალელურ კლასში სწავლობდა. დაახლოებით რომ გითხრათ რა მდგომარეობა იყო და რა წლებში ხდებოდა ეს პერიოდი, თუ გაქვთ ნანახი ეს ფილმი, გრძელი ნათელი დღეები, 90% აი ამ ფილმიდან არის ჩემი ცხოვრება. მე ვიყავი ხუთოსანი, ძალიან კარგად სწავლობდი. მამაჩემი იყო ძალიან მკაცრი და ამიტომ არსად არ დავდიოდი, ძირითადად მეცადინეობდი, სულ ვიყავი სახლში. მიყვარდა კიდევაც მეცადინეობა, მიყვარდა კითხვა და ერთი სიტყვით ვიყავი ძალიან წყნარი, ხუთოსანი, კარგი გოგო. ამ დროს ჩემი მეუღლე იყო ოროსანი, სულ მქონდა სკოლაში პრობლემები, არ ღვევდა ყველანაირ წესებს, არ იყო არც პიონერი და ასე შემდეგ. სულ დირექტორთან მქონდა კონფლიქტები, მე არ ვიცნობდი, უბრალოდ ვიცოდი რომ არის ოროსანი და მე არ მაინტერესებდა და თვითონ როგორც მეუბნება სკოლაში მე კიბეებით ეს ჩამოვდიოდი, მქონდა მაშინ ეს დიდი სათვალეები, 12 წლიდან უკვე ვატარებდი სათვალეებს და ჩამოვდიოდი და მითხრა რომ ამ სათვალეების ქვეშ დავინახე შენი ლამაზი თვალები და ეგრევე შემიყვარდა შენი თვალები. მე არც მივაქციე ყურადღება, უბრალოდ წავედი ჩემ საქმეებზე. კლასში მყავდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ბიჭი, ძალიან კარგად მეგობრობდით და ახლოსაც ცხოვრობდა ჩემგან. ხშირად დავდიოდით ერთმანეთთან, რამე დახმარება თუ სჭირდებოდა, ხშირად მოდიოდა ჩემთან და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრობდით. ხო და ერთ მშვენიერ დღეს მეუბნება, შენ იციო რომ აი ამ ბიჭს მოწონხარ. მეთქი რაო, მეთქი ვინ არის საერთოდ, მეთქი და რა კავშირი მაქვს მასთან. აი ისეთი სხვადასხვა ადამიანები ვიყავით ჩვენ, რომ აი ჩემ წინში ვერ ჯდებოდა რა საერთო უნდა მქონდეს ამ ადამიანთან და მეთქი კაი მეთქი სისულელეებს ნუ ამბობდა. კიო, მოწონხარ, მეთქი არასდროს არც მინახია, მეთქი საიდან მოიტანო და არაო შენო გათვალიერებს ესე შორი და გაბრაზებულიც ვიყავი ჩემს მეგობარზე, რომ მეთქი აი მე როგორ გამცვალე, აი ამაზე მეთქი რომ ჩემს მხარეს არ ხარ და ხარ მის მხარეს, მაგრამ მითხრა ნუ რა ვქნაო, მითხრა რომ გადაეციოთ ორე ქცემ და ასე შემდეგ, ძალიან მეწყინა. დავინტერესდი და მეთქი ვაი მე არა მეთქი ეს მეთქი მე მეთქი საერთოდ არ მაინტერესებს და ან იმდენად ვიყავი სწავლაში და არ ვიყავი დაინტერესებული მეთქი დამანები თავი მეთქი რაღაცას იგონებდა არაო მოწონხარ მე წამოვიდა წერილებს მწერდა ესენი იქ და იქ შემხვდი მიყვარხარ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მე არ ხვდებოდი ყველა თვალს წინ ხედავდი რომ მე გადასცენ ინფორმაცია რომ მე არ ვკითხულობ არ ვეთანხმები და ასე შემდეგ მე წამოვიდა საჩუქრები და საჩუქრები ეს იყო სტიკერსი, ტვიქსი, მარსი. შეიძლება თქვენთვის ახლა ეს არის სასაცილო, მაგრამ ვინც ხართ 90-იანებიდან გაიგებთ, როგორი ეს იყო დეფიციტი ესეთი შოკოლადები. არც მაგ შოკოლადებს არ ვჭამდი, ყველას ვარიგებდი კლასში სპეციალურად, რომ მე გადასცენ, რომ არ ღებულობს შენგან საჩუქრებს. მე ძალიან ახლოს ცხოვრობდი სკოლისგან, 2 წუთის გზა იყო და მაინც ხდებოდა და მაცილებდა, მე ვეუბნებდი არ გამაცილო, არ მინდა. მოკლედ, სულ ვჭუბობდით. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ვიყავი პატარა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასიამოვნო, რა თქმა უნდა, რომ ყურადღებას მაქცევდნენ. მე ისედაც პრობლემები არ მქონდა სკოლაში, ვიყავი ძალიან წყნარი, მაგრამ ახლა მით უმეტეს ყველა ჩუმად დადიოდა ჩემს გვერდზე და ვაიმე რამეთ არ მაწყენინოს და ასე შემდეგ. ეს გრძელდებოდა სადღაც 2 წელი, თუ 3 წელი. მე რაღაც პერიოდი აღარ ჩანდა, ვერ ვხედავდი. თან მეუხერხულებოდა რომ ვკითხო სად წავიდა, სად არის და რატო არ ჩანს, თურმე მე მითხრეს რომ რუსეთში მოკლედ იყო წასული, მეთქი ვაიმე რა კაია, მიშველა მეთქი აღარ ვნახავ და მორჩა დამთავრდა ყველაფერი. აი ესე გრძელდებოდა სადაც 1 წელი, მეც გადავედი სხვა სკოლაში, მეთქი ვაიმე აქ მით უმეტეს ვეღარ მიპოვის და თურმე ეს სკოლა აღმოჩნდა უფრო ახლოს მის სახლთან. მე ჩამოვიდა და როგორ არ მომძებნა, რა თქმა უნდა, იმ დღესვე მომძებნა, მოვიდა სკოლაში. დაიწყო ისევ ესეც სიარული, მაგრამ ამჯერად იყო უკვე გამბედავი, პირდაპირ მეუბნებოდა რომ შენ ჩემი ცოლი გახდები, ცოლად უნდა მოგიყვანო და ასე შემდეგ, რაზეც სულ ბრაზდებოდი, თან მოდიოდა ყოველთვის მეგობრებთან ერთად. მარტო არასდროს არ მოდიოდა. მეგობრები მითხრეს რომ გეხვეწებიო, ასე უხეშად ნუ ელაპარაკებიო, იმიტომ სახლში მე რომ მოდის ძალიან განიცდის და მოკლედ თუ შეიძლება უბრალოდ რბილად დაელაპარაკე. მე გავიგერო თურმე ტატუ გაიკეთა აი აქ. საბავშვო ბაღი, აი გაიკეთა ტატუ.
ერთხელ მოვიდა მეუბნება რომ დღეს უნდა მოგიტაცო. რაზეც გამეცინა, მეთქი ვერ გაბედავ მაგას. მოკლედ ზუსტი ეხლა ჩვენი დიალოგი არ მახსოვს, მაგრამ ისევ გავაბრაზე, მომკიდა ხელი და წამიყვანა თავისთან სახლში. თან წარმოიდგინეთ, გზაში ეხლა ხდებოდნენ ძალიან ბევრი ხალხი, მანქანაში ვინც იჯდა, ისე ფეხით მოსიარულეები და არავინ არ მომაქცია ყურადღება, არა და ვყვირავდი მიშველეთ. იმდენად ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი გოგოების მოტაცება ქუჩაში, რომ არავინ არ მაქცევდა ყურადღება, აჰა, კიდე ერთი მოიტაცეს და აი ესეთი რეაქციები ჰქონდა ყველას. მოტაცების დროს მეგობრებთან ერთად იყო, რომ მომიყვანა სახლში, ჩამკეტა ერთ ოთახში და მითხრა, всё, შენ აქ იქნებიო, ჩათვალე, შენ ხარ ჩემი მეუღლე. თვითონ გადავიდა სხვა ოთახში და მეგობრებთან ერთად თამაშობდნენ ნარდს. მე ვიყავი ჩაკეტილ ოთახში მარტო, ცოტა ვიტირე, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ტირილით ვერაფერს ვერ ვიზავ. დავიწყე მე ყველაფრის დანგრევა, გავტეხე რაღაც ჭურჭელი იყო, ვაზა, მე მგონი ვაზა იყო, ჭიქა იყო. მე ტანსაცმლის დახევა დავიწყე და ამ ხმებზე თვითონ შემოვარდა, მითხრა რასაკეთებო, ჩემი არ არის ეს ტანსაცმელი, ბიჭების არის, ეს ვაზა არის ბებია ჩემის და ასე შემდეგ, უფრო გაბრაზ და მეც გამეხარდა. ამ ლაპარაკის დროს გავიქეცი კართან, გავაღე კარები და ჩავედი ერთ სართულზე ქვემოთ, მაგრამ იქაც დამიჭირა. შემიყვანა აბაზანაში, იქ ჩამკედა და მითხრა, всё, შენ აქ იქნები და ვერსად აქედან ვერ გახვალ. თუ წყალი გინდა, მითხარი მოგცემ. თვითონ გააგრძელა ნარდის თამაში. მოვიდა უკვე 8 საათი საღამო, გააღო ეს კარები და მითხრა, ახლა შენ იცი, თუ გინდა წადი სახლში, თუ გინდა ჩემთან დარჩი, მაგრამ სახლში რო წახვალ, ყველას გავაგებინებ, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და ჩემთან თუ დარჩებიო, მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება. იქედან მისი მეგობრებიც მითხრეს, რომ გეხვეწებიო, არ წახვიდეთ, თორე რაღაცას იზავს თავის თავზე და დავრჩი. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ნუ ეხლა არ ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ვიყავი ბავშვი, პატარა ვიყავი და დიდად ვერაფერს ვერ ხვდებოდი. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ გაქვთ ნანახი ეს ფილმი, ალბათ გაიგებთ, რატომ არ წავედი სახლში და დარჩი ჩემ მეუღლესთან ერთად. არა, სრულწლოვნების კანონიც არ იყო. იყო ძალიან რთული პერიოდი. ერთი სიტყვით, აი ესე გავიცანი ჩემი მეუღლე. ვფიქრობ, საერთოდ არ იყო ესეთი რომანტიული ჩვენი გაცნობა, შეხვედრა და თქვათ გათხოვება ჩემი. არა სრულწლოვნები არ უნდა შექმნან ოჯახი. ჯერ თვითონ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ადამიანი, მაგრამ რომ მივხვდეთ, ყველა ჩემს გვერდზე ასე ცხოვრობდა და ჩემთვის ეს იყო მიღებული, იყო ჩვეულებრივი ამბავი. რა თქმა უნდა, ამ ამბავის მერე ძალიან ბევრი კომპლექსი ჩამიჯდა. ახლაც ვიბრძვი ამ კომპლექსებს. ბევრჯერ მაგ ნათქვამი, რომ არ მქონდა მე არც ბავშვობა და არც ახალგაზრდობა და არც თინეიჯერობა, რაც ყველას უნდა ქონდეს თავის დროზე, თავის ასაკში. თუ იყო თქვენთვის საინტერესო, დამიწერეთ კომენტარებში, რომ გადავიღო მეორე ნაწილი, თუ რატო არ გავთხოვდი ჩემი მეუღლის გარდაცვალების მერე. სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურებთ და მისმინეთ.